მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზმა გაერთიანებული სამეფოს ხალხი უღალატ ამ განსაცვიფრებელ ახალ გამოვლენაში, რომელიც ანგაჟონა მედიაში ან საჯაროდ გახდა ცნობილი, რადგან როგორც ჩანს, მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ ადამიანები. მეფე დაიცავს მრავალ რელიგიურ ერს, მონარქიის გადახედულ განმარტებაში. რას ნიშნავს ეს მკითხავთ ალბათ? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინგლისში მონარქია ღმერთისგან ბოძებულია სამეფო ოჯახისთვის და მისი მთელი მოვალეობა იყო ინგლისური ღირებულებების, ანუ ქრისტიანული ღირებულებების დაცვა. მაგრამ ეხლა როცა ყველაფერი იცვლება გაერთიანებულ სამეფოში, მონარქია ქრისტიანობის დაცვის მტკიცე პოზიციის დაკავების ნაცვლად გადაწყვიტეს მონარქიის განმარტების შეცვლა მრავალრელიგიური ერის დასაცავად. ანუ დიდი ბრიტანეთის ისლამისტები. ეხლა ეს იწვევს აბსოლუტურ აღშფოთებას ყველგან, სადაც კი წარმოიდგენთ, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ისევ საუბრობდით ჩარლზ მეფის როლის მნიშვნელობაზე კონსტიტუციის მიხედვით, როგორც რწმენის დამცველზე. და ჩვენ ყველა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება. ეხლა კი ცოტა დამატებითი კონტექსტი მათთვის, ვინც ინგლისის მონარქიას ძალიან ყურადღებით არ ადევნებს თვალს. ეს არის მეფე ჩარლზი, რომელმაც როგორც ცნობილია, შეცვალა დედოფალი ელიზაბეთი მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა. Assalamu alaikum. Ramadan mubarak. Qurani ამბობს, რომ ღმერთი არ აკისლებს არც ერთ სულს იმაზე მეც, ვიდრე მას შეუძლია ატაროს. ბოლო დროს მეფე ჩარლზი ისე იქცევა, რომ ხალხს უჩნდება კითხვა, ფიქრობთ, რომ ის შეიძლება ფარულად მუსლიმი იყოს? რადგან ის აკეთებს ისევ რაღაცებს, რაც ძალიან არ შეესაბამება ქრისტიანულ მონარქიას. მაგალითად, ასობით ისლამისტის სასახლეში დაპატიჟება AIDS დღესასწაულზე. ასე რომ სწორია, ამ ადამიანებისთვის ეს არ არის AIDS, ეს არის რამადანის იფთარი. მან ყველა ეს ისლამისტი დაპატიჟა, რომ მოსულიყვნენ და ისლამი ეზეიმათ, რაც ბევრ ადამიანს ინგლისში არასწორად ეჩვენება. ეხლა არსებობს დიდი კითხვა, უნდა იყოს თუ არა მონარქია დაცული, არის თუ არა ისლამი, რაც ისევ აზრიანია, მაგრამ ბევრ ადამიანს უგძვნია, რომ ეს არის გაერთიანებული სამეფოს, კონსტიტუციის, ჩვენი ქრისტიანული რწმენის დამცველი. ჩვენ გვჭირდება ეს მონარქია. მაგრამ ბოლო დროს საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ის უცნაურ რაღაცებს აკეთებს, მაგალითად ისლამის აღნიშვნას. ის ასევე აკეთებს რაღაცებს, რაც ქრისტიანობის მიმართ ცოტა უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, წელს მან ტრადიციული საავდგომო მიმართვა გამოტოვა, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო, რომ მთელი გული და სული ჩადო რამადანისა და ისლამის აღნიშვნაში. ნიგერიაში და მთელ მსოფლიოში მხოლოდ შემიძლია გისურვოთ თქვენ და ჩვენს ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით მუსლიმანს Eid Mubarak. და ამის აღსანიშნავად ნება მომეცით სადღეგრძელო შევთავაზო ნიგერიის პრეზიდენტს და ხალხს. ნაიჯა არასდროს რჩება უკან. კიდევ ერთხელ, არავის აქვს პრობლემა იმასთან, რომ ის ნიგერიის ხალხს ულოცავს, მაგრამ რატომ არ აღნიშნავს ის აღდგომას, რაც სწორედ ის დღესასწაულია, რომელსაც უნდა იცავდეს? და ეხლა მოაქვს პასუხი, რადგან მან გადაწყვიტა, რომ ახალი როლის განსაზღვრები გახდება მრავალრელიგიური ერის დამცველი, ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანობის დამცველი იყოს. მეფე დაიცავს რწმენის სივრცეს მრავალრელიგიურ ერში თავისი ოფიციალური როლის ახალი განსაზღვრებით. ბაკინგემის სასახლემ მეფის ოფიციალური როლის მნიშვნელოვანი გადახედვა წარმოადგინა ახლად გამოქვეყნებული სუვერენული გრანტის 2025-26 წლების ანგარიშით, სადაც მისი უდიდებულესობა აღწერილია როგორც რწმენის დამცველი რელიგიურად მრავალფეროვან ბრიტანეთში. სამეფო ოჯახის წლიური ფინანსური მიმოხილვა შეიცავს ახალ ტერმინოლოგიას, რომელიც მონარქს წარმოაჩენს როგორც ადამიანს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იცავს რელიგიას. დოკუმენტის მიხედვით მისი უდიდებულესობა არის ინგლისის ეკლესიის უმაღლესი მმართველი და იცავს რწმენის სივრცეს მრავალ რელიგიურ ქვეყანაში. გახსოვდეთ, მისი უდიდებულესობა უნდა იყოს ინგლისის ეკლესიის უმაღლესი მმართველი და არა მრავალ რელიგიური ქვეყნის დამცველი. ეს რეფორმა წარმოადგენს მნიშვნელოვან ევოლუციას იმაში, თუ როგორ ახასიათებდა სასახლე ადრე მისი სუვერენული, კონსტიტუციური და სულიერი პასუხისმგებლობებს. წინაწლის ანგარიში მეფე აღწერილი იყო როგორც ინგლისის ეკლესიის მეთაური და რწმენის დამცველი, როდესაც ის ასრულებდა ქვეყნის მეთაურის მოვალეობებს. ეს ტიტული სათავეს იღებს მეფე ჰენრის მმართველობიდან, როდესაც 1521 წელს პაპმა ლეომ მიანიჭა ეს წოდება. კარგი, 1521 წლიდან გვაქვს ეს რწმენის დამცველი. ეხლა მათთვის, ვინც არ იცნობთ დიდ ცვლილებას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მოხდა, ამაზე ცოტა ხნით უნდა ვილაპარაკოთ, მას შემდეგ რაც დედოფალი გარდაიცვალა. რადგან დედოფალი იყო ეს ადამიანი, ეს მონარქი, რომელიც წარმოადგენდა იმას, რომ მონარქია არსებობს ქვეყნის დასაცავად, მაგრამ არა პოლიტიკური ჩარევისთვის. ეს დიდი პრობლემა იყო მეგენ მარკლის ოჯახის წევრად ქცევისას. მონარქიას არ უნდა კონდეს პოლიტიკური ქმედებები. ის უნდა იდგეს იქ და ხალხი გაამტკიცოს და დააკავშიროს ღვთისმსიტყვით. მაგრამ მეფე ჩარლზი მოვიდა და ეს ყველაფერი ფანჯრიდან გადაყარა. გახსოვთ?
ის ზევით ზის. კონსტიტუციურად ის ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიკ, რადგან ის ასევე ტექნიკურად არის. მსმენის დამცველი. ეს არის მისი როლი. მისი როლია დაიცვას ქრისტიანული რწმენა. ანუ, როგორც მონარქის როლია დაიცვას ინგლისი სხვა ნებისმიერი რელიგიისგან, რომელიც ცდილობს გაბატონებას. და მაინც აი ის იღებს გადაწყვეტილებას შეცვალოს თავისი ტიტული და თქვას: "არა, მე ამას აღარ დავიცავ, მე დავიცავ სხვადასხვა რწმენას." და ეს რწმენა არის ინგლისის ეკლესია. იცით, მე ბევრი ვიმუშავე პრინცის ფონში და რამდენიმე შემთხვევაში შევხვდი მეფე ჩარლზს. არ ვიცი რას აკეთებს ან რას არ აკეთებს ამ სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად. თუ კარგი ადამიანი იქნებოდა, ამ ანგარიშს წაიგითხავდა და სწორად მოახდენდა გავლენას. და უფიქრობ, ჩემი აზრით, უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ ის რწმენის დამცველია. მაშინ, როცა მას, ვფიქრობ, სწორად ვამბობ, ურჩევნია, რომ მას რწმენების დამცველად მოიხსენიონ. ეს სინამდვილეში საშინელებაა და არ გადიკვირდება თუ გაიგებ, რომ ხალხი მართლა ნამდვილად პანიკაშია ამის გამო. გარდა იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ხალხი პანიკაში იყო მისი მუსლიმური თემის გამო, გახსოვდეს წინააღმდეგობა მისსა და ვთქვათ ტრამპს შორის, რომელიც არ არის ღმერთის მიერ დანიშნული მონარქი, ის ამერიკის ხალხმა დანიშნა. და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა იზეიმონ ყველა დროის ყველაზე დიდებული სასწაული, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს აღდგომა. ეს ის არის. და შემდეგ ეს ბიჭი ყავს. ალაიქუმი. რამადან მუბარაკი. ქალბატონებო და ბატონებო, როცა გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობაში მცხოვრები მუსლიმები იწყებენ მზადებას ეიდის აღსანიშნავად. ხომ ასე, აი ამას ხედავთ აქ. ასე რომ მეფე ჩარლზი და ცხადია X-ზე ყველა გაგიჟებულია, მაიკლ ნოულზი იცის რომ მე მეფე ჩარლზზე ვფანტაზიორობ. ეს იყო 1534 წლის და განსაკუთრებით 1688 წლის გარდაუვალი შედეგი. ის ჩვენს ისტორიას დასცინის. ასე რომ მეფე ჩარლზი რწმენის დამცველია, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე აღარ არის ჩვენი რწმენის დამცველი. არ მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ ალბათ დროა მონარქია გავაუქმოთ, რადგან ახლა უკვე აღარ არსებობს შედეგები. რა აზრი აქვს მონარქიას თუ ის რწმენას აღარ იცავს? არ ვიცი, სხვა ქვეყანა, რომლის მმართველი ელიტაც ასე მზად იქნებოდა საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების დასანგრევად, ან ასე მიზანმიმართულად შეეცდებოდა მისი უნიკალური ეროვნული ხასიათის განზავებას და გაეროს რომელიღაცა საგუშაგოდ გადაქცევას. ეს შეუჩერებელია. ჩვენც მეფეს გვიღალატა. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კიდევ ერთ გადაცემაში შეწუხებული ვიკარი, ჩემთან ერთად მღვდელი ქრის უიკლენდი. დღეს ლონდონში ვარ. როგორც ხედავთ, ჩემს გარშემო ყველაფერი ლონდონია. ისინი უკმაყოფილონი არიან. მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზმა უღალატა ფიცს, რომ უნდა ყოფილიყო რწმენის დამცველი. შეცვალა განსაზღვრება ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენიდან გლობალისტურ აბსურდამდე. მაგრამ მრავალწმენიანობა არა მხოლოდ ღალატია, არამედ ერესიც და პლურალიზმიც, ქმედება, რომელიც ტახტიდან ჩამოგდებას იმსახურებს. სამეფო ოჯახმა მონარქია შეცვალა. მხოლოდ ხალხი ნერვიულობს, როგორც უნდა ნერვიულობდნენ, რადგან ისევ და ისევ ჩნდება კითხვა, რა ხდება დიდ ბრიტანეთში. და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაამყარა იმედი და რწმენა იმაზე, რომ მონარქია დაიცავდა იმ რელიგიას, რომელიც უნდა იცავდეს ქვეყანას, იმ ღირებულებებს, იუდეო-ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებზეც გაშენებულია დიდი ბრიტანეთი. და ახლა ის გამოდის და ამბობს: "არა, მოდი უბრალოდ ვეპირფეროთ ისლამს." და ყველაფერი, რაც ეხლა ხდება მთავრობასთან, ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის ბანდებთან და ამასთან ერთად, აი ამ ყველაფერთან ერთად, ხალხს უჩნდება განცდა, რომ რაღაც ბევრად უფრო ბოროტი ხდება. მადლობა ყურადღებისთვის.